8000-ზე მეტი საგალობლის ავტორი. ფანი კროსბი გახლდათ ამერიკელი პოეტი, მისიონერი და კომპოზიტორი. ის არის ერთადერთი ქალი ავტორი, რომელსაც ყველაზე მეტი საგალობელი ეკუთვნის. ჯერ კიდევ ჩვილი იყო, როდესაც ექიმმა შეცდომით დაუნიშნა წამალი და მხედველობა დაკარგა. მიუხედავად ამისა, ძალიან აქტიური ბავშვი იყო. უყვარდა თამაში და პოეზია. 8 წლის ამ პირველი ლექსი დაწერა. ადვილად იმახსოვრებდა ყველაფერს. 10 წლიდან ზეპირად სწავლობდა ბიბლიის მუხლებს. მოზარდობის ასაკში ზეპირად იცოდა ძველი აღთქმის პირველი 5 წიგნეული, 4-ვე სახარება, იგავების წიგნი და მრავალი ფსალმუნი. 15 წლის ასაკში ნიუ-იორკის უსინათლოთა ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. სწავლის დამთავრების შემდეგ ინგლისურის მასწავლებლად მიიწვიეს იმავე სკოლაში. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ფანი ლექსების დასაწერა დროს მაინც პოულობდა. ამასთანავე ქმნიდა მუსიკას. დაწერა ათასობით ქრისტიანული სიმღერა და საგალობელი, რომლებსაც ეკლესიებში ღვთისმსახურებათა დროს გალობდნენ. ბევრ მათგანს დღემდე გალობენ ეკლესიებში. მთელი დიდება ღმერთს ეკუთვნის, აქეთ და ადიდეთ ის, იესო მიმიძღვება ყველა გზაზე და სხვა. იგი აქტიურად ეხმარებოდა ნიუ-იორკში მცხოვრებ ღარიბებსა და უსახლკაროებს. ხშირად წერდა სიმღერებს მათ გასამხნევებლად. არასდროს უწუნებდა იმაზე, რომ უსინათლო იყო, უფრო მეტიც, ამბობდა, რომ ამით ღმერთს უფრო დაუახლოვდა. როდესაც ზეცაში წავალ, პირველი სახე, რომლის ხილვაც გამახარებს, ჩემი მხსნელის სახეა, ამბობდა ფანი.